ვასო კაპანაძე 1500 ლარი, ნიკა მეტრეველი 1500 ლარი, მამუკა არეშიძე 1500, ვახტანგ ჭარაია 1500, ზალან ჯაფარიძე 1500 პლუს 2000 ლარი კვლევისთვის, ამირან სალუქვაძე 1500 ლარი, ლადო ბოჟაძე 1500 ლარი, გიორგი ახვლედიანი 1500 ლარი. რა მომსახურება გაუწიეს ექსპერტებმა ქართულ ოცნებას, რისთვისაც ფულადი ანაზღაურება მიიღეს. არსებული ინფორმაციით ეს ადამიანები სხვადასხვა გადაცემებში სტუმრად დადიოდნენ და ქართული ოცნების ინტერესებს ლობირებდნენ. ფაქტები ყველასთან გადავამოწმეთ, ვინც ივანიშვილის გუნდის ლობირებაში ჩვენი მოპოვებული დოკუმენტის თანახმად ფული აიღო. ნიკა მეტრეველი ერთ-ერთია, ვინც ქართულ ოცნებას სამოქალაქო სექტორიდან ლობირებს. ასე იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, როდესაც მართველი პარტია წაგების ზღვარზე იდგა და ყველას და ყველაფრის დახმარება სჭირდებოდა. ქართულ ოცნებას ისედაც აქვს რესურსი ამ არჩევნებზე მოგების და მე თითქმის დარწმუნებული ვარ იმ სირთულეების მიუხედავად ქართული ოცნება ამ არჩევნებში გაიმარჯვოს და გაიმარჯვოს სალამე ზურაბიშვილი. მეტრეველი გვიდასტურებს, რომ ოცნების ლობისტია, თუმცა ამტკიცებს, რომ ქებაში ფულს არ იღებს. მე შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი თეთრი არაოფიციალურად არასდროს ქართული ოცნებისგან არ ამიღია. მას შემდეგ, რაც ნიკა მეტრეველს უჩვენეთ დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ მისთვის გადასახდელი ფულის გამოყოფას ლაშა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს თხოვდა, დაიბნა. ეს არის მოხსენებითი ბარათი, რომელიც ლაშა ნაცვლიშვილის ავტორობით არის მომზადებული და უგზავნის ირაკლი კობახიძეს. ნიკა მეტრეველი რატო არ გაგიკვირდა? ნიკა მეტრეველი მეძეა გამოდებული და ამ ხელისუფლების ქებაშია და გასაგებია, რომ შეიძლება ყოფილიყო ეგეთი. ექსპერტ მამუკა არეშიძეს არ გაგვირებია, რომ ქართული ოცნება ხელფას გარე სპიკერებს უხდის და ამ ჩამონათვალშია ნიკა მეტრეველიც. არეშიძე ამბობს, რომ ლაშა ნაცვლიშვილის მიერ შედგენილი სია ჭრელი და საინტერესოა. არ გამორიცხავს, რომ ანალიტიკოსების ნაწილს ფინანსური წახალისება მართველი პარტიიდან ნამდვილად ჰქონდეს, თუმცა ამბობს, რომ თავად ფულს არ იღებს. არა და არეშიძე მართველი პარტიის ინტერესებს ღიად ლობირებს. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პანკიში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციას ასახსნიდა. საბოლოო ჯამში მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის ჩატაევის აკოფნის ამბავი ცნობილი იყო და ისიც, რომ იმ სახლში ჩატაევის ცხოვრობა. ამ განცხადების შემდეგაც კი უკვირს რატომ მოხდა მისი სახელი და გვარი პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ მოხსენებით ბარათში. გარმოვალავ არასოდეს ჩემს ანტაგონისტურ განწყობას სხვადასხვა კონკრეტულ პოლიტიკური პარტიის მიმართ და სიმპათიას კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ, მაგრამ ეს არ გადაძდილა არასოდეს ისეთი ფორმის თანამშრომლობაში, რომელიც მე ხელებს დამიბორგავდა. ოცნების საიდუმლო ფაილებში, რომელიც TV პირველმა მოიპოვა ექსპერტების რამდენიმე სიადევს. პირველი მოხსენებითი ბარათია, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს ექსპერტებისთვის ფულის გამოყოფას თხოვს. დანარჩენ ფურცლებზე კი ამავე ანალიტიკოსების გვარებია, რომელთა გასწვრივ წერია თანხა და შემდეგ კალმით მიწერილი პლუსი, რაც სავარაუდოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ფული გაიცა. მეორე სიაში უკვე სხვა გვარებიც გვხვდება, მათ შორისაა სოსო მანჯავიძე, რომელიც თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრია. მე რა შუაში ვარ ამ შემთხვევაში. სადაც რომელი მასი გინახე ერთი წლის წინ სადღაც გამოვედი იმაში და ამიტომ ვარ გასპიკერი. აი დაფიქრდი ცოტათაც. ყველაზე დიდი ფული ოცნების მხარდამჭერ ექსპერტთა შორის ზალან ჯაფარიძემ აიღო 3500 ლარი. 1500 საუბარში და 2000 დოკუმენტის მომზადებაში. ლაშა ნაცვლიშვილის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ მან ჩაატარა კვლევა ივანიშვილის პარტიისთვის სახელწოდებით ნაციონალური მოძრაობის გავლენები არასამთავრობო სექტორზე. ეს კვლევა საჯარო სივრცეში არ იძებნება. სავარაუდოდ ის ოცნების შიდა მოხმარებისთვის და სამთავრობო მედიისთვის იყო განკუთვნილი. არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ, როდესაც მათ მიეცათ უფრო მეტი თავისუფლება მოქმედების, გადაწყვიტეს, როგორც ჩანს, ჩემი შეფასებით, რომ თავიანთი საქმიანობით შეჭრილიყვნენ პოლიტიკაში. და რაც ზეგავლენა მოხდნათ პოლიტიკურ პროცესებზე. ზალან ჯაფარიძეს ვკითხეთ, რა კვლევებს უმზადებს ქართულ ოცნებას, თუმცა მან ეს ინფორმაცია უარყო და ინტერვიუზეც უარი გითხრა. ინტერვიუები შეგიძლიათ ნახოთ 2012. ნაცვლიშვილის მიერ შედგენილ სიაში მოხვდა ლადო ბოჟაძეც, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც საარჩევნო საკითხებზე წლებია მუშაობს. პარტიამ მხარდაჭერისთვის ბოჟაძეს სწორედ ეს მიმართულება ჩააბარა.
ლადო ბოჟაძეს ჩავთავთ, ახლა ის არის ექსპერტი. ექსპერტი, დემონოლოგი, ძალიან მაგრად ერკვევა დემონების მიერ, ასე ვთქვათ, დაგეგმილ ხაფანგებში. საღამოშტობისა ლადო. ოპოზიციის მიერ დაგებული ხაფანგების გარღვევას ბოჟაძე სატელევიზიო ეთერებში ცდილობდა. ამტკიცებდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება აზრადაც არ მოსვლია და ეს მხოლოდ ოპოზიციის სპეკულაცია იყო. მარტივი მისახვედრია, ვის შეიძლება მცეთხოვაში ყოფილიყო ამ ინფორმაციის წყარო, ჩემი აზრით ეს იქნებოდა ნაციონალური მოძრაობა და რაც ყველაზე მთავარია, ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე. ძალიან იაფად შეუფასები ვარ ქართულ ოცნებასთან. 1500 ლარი ეცოტავა, თქვა რომ ოცნებისთვის გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული. ბოჟაძე ამბობს, რომ ოპოზიცია არ უყვარს, მოსწონს მართველი პარტია. მოწინააღმდეგე ვარ ნაციონალური მოძრაობის და ჩემი მთელი პოზიცია და ცხოვრება 2002 წლიდან მოყოლებული მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებ და გავაკეთებ და გავაგრძელებ ვებრძოდი მაშინ როცა იყვნენ ხელისუფლებაში და თუ ბრძოლა ქვია ამას ახლა ინტერვიუებს და სადღაც შენი აზრის გამო გაფიქსირებას და იმას რომ ვებძი ნაციონალურ მოძრაობას ქართულ ოცნებას გამოცდილი ექსპერტების რესურსი რომ ამოეწურა ახალგაზრდა ანალიტიკოსების ძებნა დაიწყო. ისეთების, ვინც საზოგადოებას მაგალითად დაარწმუნებდნენ იმაში, რომ ოპოზიციის მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის ყველა დაპირება სიცრუე იყო და მხოლოდ ამორჩევლის მოტყუებას ისახავდა მისდევ. 2 მილიარდის აი ესე რაღაც ჰაერიდან ჩამოხსნა და ჩამატება იმისთვის რომ პენსიონერებმა 400 ლარი მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველა საქმე ზივარ და მაყურებელს სურდეს ამის გაკეთება და წინააღმდეგი რატო უნდა ვიყოთ 400 ლარი კონდეს პენსიონერს პენსია, მაგრამ ფიზიკურად ამ თანხის მობილიზება არ შეუძლებელი. საუბარი არის იმაზე, რომ ეს არის ცრუ დაპირება. ეკონომიკის ანალიტიკოსი მთავრობასთან თანამშრომლობას არ უარყოფს, თუმცა ყველას ეუხერხულება იმის აღიარება, რომ ქებაში და მხარდაჭერაში ფულს იღებენ. პარტიასთან მსგავსი თანამშრომლობა ნამდვილად არ ამბობს. აი ესეთი მით უმეტეს აკრა ხელფასიცაა მითითებული, ეგეთ ფორმატში არა. თანამშრომლობა გულისხმობს კონსულტაციების დონეზე, კონსულტაციების გაწევას თავრობისთვის, რომელიც არის არანაზღაურებადი. მათ შორის აგერ გითხარით ორშაბათს. ლაშენაცვლიშვილის ჩამონათვალში მოხვდა გიორგი ახვლედიანი. ჩვენი ინფორმაციით ის ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი გიორგი ახვლედიანია, თუმცა მტკიცებით ფორმაში თქმა გვიჭერს. დადექი ხედა იმართლიან სისულელეზე თავი, ნუ რა დეგენერატიზმია ახლა ეს რა. ახვლედიანს თავის მართლება მას შემდეგ მოუწია, რაც ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში საკუთარი სახელი და გვარი ამოიკითხა. ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელი ამტკიცებს, რომ ამ წერილში სხვა გიორგი ახვლედიანზეა საუბარი, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა მისი არც ერთი საჯარო განცხადება არ იძებდება. ამიტომ ბუნდოვანია, რაში უნდა გადაეხადა მისთვის მართლ პარტიას ფული. წარმოუდგენა არ მაქვს, რა საჭირო უნდა იყოს ჩემი სახელის გამოყენება ვიღაცას თუ რაღაცა ესეთი ინტერესი აქვს ჩემთან მიმართებაში. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ან ჩემთან კომუნიკაცია უნდა გქონდეს, ან მე რაღაცა შესაბამისად უკუქმედება უნდა განვახორციელო ამ დაგვარი, ხო? ხო არ შეიძლება რაღაცა უსებ ასე მოინდომოს ვიღაცამ და სრულიად აბსურდული რაღაც ბრალდება წამოისროლოს. ოცნების ქებას ყველასთვის სხვადასხვა ფასი აქვს. სიაში, სადაც დარიგებული თანხის ოდენობაა ჩამოთვლილი, ციფრები კორექტირებულია. მაგალითად, ირაკლი ლატარიას შემთხვევაში, რომელზეც თავდაპირველად 1500 ლარი ეწერა, შემდეგ შესწორებულია და შემცირებულია 1000 ლარამდე. უარყოფთ, რომ ქართული ოცნების ინტერესებს იცავთ, სხვადასხვა გადაცემებში საჯარო გამოსვლები. რა თქმა უნდა, მე ვიცავ ჩემს ინტერესებს ყოველთვის და მე ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ემთხვევა თუ არა თქვენი ინტერესები ქართული ოცნების ინტერესები. აბა, ჩემი აზრი ხო არ დაემთხვევა ნაციონალური მოძრაობის აზრს. პრინტერზე ამოვიღება ესეც მილიონს, სადაც თქვენს იქნებით, გეუბნებით. ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ აი ხო ცოტა ხანში შეიძლება მე მოვიტანო დოკუმენტს, სადაც თქვენ ნაციონალური მოძრაობისგან იღებ ძალიან დიდ თანხას. პოლიტიკურ ერთგულებაში და პარტიის ქებაში ქართული ოცნება ფულს იხდის. უხდის ყველას, მედიას, ტროლებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს. მიშა, ქურცელი ამობერტეს ძალიან გთხოვ, სადაც დაუშვათ ეკო, პირობითად ეკო ან ვინმე, ნოდარ მელაძე არის, გარე სპიკერი, ნაცმოძრაობს და იღებს 15555 ლარს. მამუკა მდინარაძის ფანტაზია საზღვრებს მას შემდეგ გასცდა, რაც ვაჩვენეთ მტკიცებულება, რომ ქართული ოცნება ექსპერტების ერთგულებას ფულით ყიდულობს. მართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ვკითხეთ, რა მიზნით ურიცხავს ივანიშვილის პარტია ანალიტიკოსებს ფულს და რაში სჭირდება ოლიგარქს ნაყიდი ქება. უარყოფთ, რომ ესენი ქართული ოცნების ინტერესებს ლობირებენ. კარგად მინდა რომ წაიკითხოთ.
ყველა სახელი დაგვარი წავიკითხე ერთ-ერთი, რომელიც მედიაში ჩვენ გვიჭერს ხოლმე ხშირად ხარ და ხშირად ერთ-ორჯერ გაკრიტიკებაც უნახე, აი ეს პირველი გვარი რა წერია. კრიტიკაც უნახე. ბევრჯერ, ანუ კრიტიკაში უხდიან ფულს თუ რაში. მაგრამ ძირითადად როგორ? ძირითადად კი. ხარც უჭერენ ხოლმე ჩვენ პოზიციებს. ეს პოზიცია, ანუ თქვენ გინდათ ეხლა დააკომპლექსოთ და ჩაუყვეთ უბრალოდ. შეცდომით ხო არ არიან ეს ადამიანები აქ მოხდილი, ანუ ყველა ის ადამიანია. თქვენი ამობეჭდილი ფურცელი მგონია. ჩემი ამობეჭდილი არ არის. ოცნების საიდუმლო ფაილების თანახმად ლაშა ნაცვლიშვილი ფულის გამოყოფას ირაკლი კობახიძეს თხოვდა. კობახიძეს ეს საბუთი ვაჩვენეთ, თუმცა ჩვენს შეკითხვებს გაიქცა. დამოუკიდებელი ექსპერტები არიან თუ არა პარტიის გარესპიკერები, რომლებიც ლობირებენ ქართულ ოცნებას. საბუთი თქვენთან გამოგზავნილი ანუ რანაირად შეიძლება გარესპიკერი იყოს? გამოგზავნილი ბარათი მინდა რომ გაჩვენოთ ლაშა ნაცვლიშვილმა რომ მოგზავნოთ. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა უკვე იმდენად არაპრესტიჟულია, რომ უფასოდ ამას აღარავინ აღარ აკეთებს რა. სქემას, რომელზეც საუბარი ივანიშვილის პარტიის ლიდერებს არ სურთ, კარგად იცნობს მართველი პარტიის ყოფილი წევრი. დავით ჭიჭინაძე იხსენებს, რომ დაქირავებული ექსპერტების ინსტიტუტი პარტიაში მას შემდეგ ამოქმედა, რაც ქართული ოცნების რეიტინგის ვარდნა დაიწყო. ჭიჭინაძე ყვება, რომ სწორედ ამ დროს პარტიის ლიდერები სანთლით ეძებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ანალიტიკოსების სტატუსით საჯაროდ ისაუბრებდნენ იმას, რაც პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სურდა. რაც ივანიშვილი მოbrunდა, მე გაჩნდნენ ეს ძველი სახეები ეგრეთ წოდებული, ვინც 2012 წლის პერიოდში გეგმავდა ამ იმას ნაცვლიშვილები ისინი, ეს მე გამოჩნდნენ. წყარო ქართული ოცნებიდან ყვება, რომ ფულს ხშირად მხარდაჭერაში საბანკო გადარიცხვების საშუალებით არიხდიან. ექსპერტების ნაწილი სამთავრობო უწყებებში სხვადასხვა კონსულტანტის თანამდებობებზე არიან გაფორმებულები და მათ მოქალაქეების ფულით ისტუმრებენ. დანარჩენს კი ნახტ ფულს აძლევენ კონვერტით. ეს ის ფულია, რომელიც ოცნების შავ სალაროშია მობილიზებული და სწორედ ასეთი საქმეებისთვის იყენებენ. ჩვენ შეკითხვებს არ გაქცევია, თუმცა სატელევიზიო ინტერვიუზე უარი გვითხრა მოხსენებითი ბარათის ავტორმა ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც წყვეტს ვინ რამდენი უნდა აიღოს. თქვენს კითხვაზე პასუხით სალსახა რასაკვირველია არა, მით უმეტეს მე არ ვიკავებ პარტია ქართულ ოცნებაში არანაირ ადმინისტრაციულ თანამდებობას და პარტიული სახსრების განკარგვასთან შეხება თეორიულადაც ვერ მექნება. თუმცა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში პარტიის მრჩეველმა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პარტია ქართულ ოცნებას არანაირი ეგრეთ წოდებული გარე სპიკერები არ ჰყავს და შესაბამისად არავის უხდის გასამრჩევლოს საჯარო მხარდაჭერისთვის. მის მიერვე შედგენილი დოკუმენტის არსებობის მიუხედავად, ლაშა ნაცვლიშვილი ექსპერტების დაფინანსებას პარტიისა და ივანიშვილის ქების სანაცვლოდ უარყოფს. თუმცა ამ საქმეში რომ მას ბადალი არ ჰყავს, ფაქტია. მას არ ჭირდება გალავანი, რადგან შუშის სახლში ცხოვრობს. არანაირი კედელი ბიძინასა და ხალხს შორის არ არსებობს, რადგან ბიძინა ხალხია. მას არ ჭირდება ელიტა, რადგან თვითონ ეგალიტარულია. მას არ ჭირდება განდიდები, რადგან ის უკვე განადიდა მისმა საქმეებმა.